ახლა კი სტუდიაში ვიწვევთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძიდაკი კობახიძე-თვის ჩვენი სტუმარია. ბუნებრივია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თემით დავიწყებთ მასთან საუბარს. რამ განაპირობა ღია წერილით მიმართვა შეერთებულ შტატების პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, ეს არის მთავარი თემა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება და მოდით დავიწყოთ პირდაპირ ამ წერილით. მადლობა ინტერვიუსთვის. რა მოლოდინი გაქვთ პირველ რიგში ამ წერილის შემდეგ გამოგვეხმაურება თუ არა ამერიკული მხარე და საინტერესო იქნება ალბათ რომ გაიხსენოთ ისიც მანამდე კომუნიკაციის მცდელობები რაც ამავე წერილშია ნათქვამი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმები ტელემაყურებელს. ჩვენ მქონდა წერილობითი კომუნიკაცია, მანამდე უშუალოდ მიმართეთ ტრამპის ადმინისტრაციას, უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპს და მას შემდეგ რაც რეალურად არ მივიღეთ პასუხი ამ უშუალო კომუნიკაციაზე, გადავწყვეტეთ გაგვიქცევინა ეს ღია წერილი. ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და რა თქმა უნდა ეს გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორც მოგეხსენებათ, მე გარდა წერილებისა საჯარო განცხადებებიც გავაკეთე მასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა რომ ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და თან მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამისთვის ვართ მზად, თუმცა ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჯერჯერობით პასუხს აყვნებენ. ამიტომ გადავწყვეტეთ სწორედ ღია წერილის გავრცელება. ღია წერილში არის დეტალურად გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით და გამოხატულია ჩვენი გაგვირება იმის შესახებ, რომ რეალურად აქამდე ისმის დუმილი იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხმედრა, ხო? ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხმედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხმედრა, იქ გავიხსენეთ მათ შორის კონკრეტული მაგალითები, ხო, სიტყვაზე რუმინეთის მაგალითი. თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის ხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში, ხო? კაცმა მოიგო არჩევნების პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. ნუ ასეთი რა მე არ ვიცი, სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ქვია დასავლეთი. ხო, ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, ხო, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის ხარდაჭერით და მანამდე წინა ადმინისტრაციის, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ხარდაჭერით. ჩვენთან უარესი ხდებოდა. იქ ერთჯერადი აქტი მაინც განხორციელდა, ხო, ერთჯერადად გააუქმეს არჩევნები, რაც იქ მოხდა ერთჯერადად რუმინეთში. ჩვენთან ეს ხდება განგზობითი ფორმით. ამდენი წელია ჯერ მარტო ბოლო წლები რო ავიღოთ 2020 წლიდან, რაც ხდება საქართველოში. ერთი არჩევნების არაღიარება, მეორე არჩევნების არაღიარება, მოლაპარაკებები ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა, ლეგიტიმაციის არსნობა და ასე შემდეგ, ხო, არ მილოცვა, ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი ის დუმილი, რასაც ვხედავთ, ასე ვთქვათ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვეტეთ, რომ ღია წერილით მიგვემართა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიმერებთ, იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep State-ს შორის, ხო, აშკარა ბრძოლა წარიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა რა თქმა უნდა, მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ზოგადად ჩვენ ყველა სცენარისთვის ვიყავით ყოველთვის მზად. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტის გამარჯვებისთვისაც კი ვიყავით მზად, რაც იქნებოდა ბუნებრივია უარესი სცენარი. ხო, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ტრამპის გამარჯვებამ ჩვენთვის უკვე მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სარგებელი. კერძოდ რა, თქვენ გახსოვთ რამხელა კამპანია ქონდათ წარმართული გამჭირვალობის კანონის წინააღმდეგ. რუსული კანონი დაარქვეს, 1000 ეპითეტებით ამკობდნენ ამ კანონს და იმის გაფიქრებასაც კი გვიგრძალავდნენ, რომ შეიძლება ვინმე დასავლეთიდან რაღაც ცუდი დააფინანსოს ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა ეს კაცი პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და მათ პირდაპირ განაცხადეს ის რის მტკიცება ჩვენ გვიწევდა საზოგადოების წინაშე. მათ პირდაპირ თქვეს აღიარეს, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის
მეშვეობით, ნედის მეშვეობით, სხვა ფონდების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმებოდა რევოლუციური პროცესები და ხდებოდა არეულობის ხელშეწყობა. ეს უკვე იმხელა სარგებელია, რაც ტრამპის გამარჯვებამ მოგვიტანა, რომ ამისთვის უკვე შეიძლება ითქვას მადლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთა ბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და Deep State-ს შორის. ჩვენ დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს წლები რო გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, Deep State-ი როცა მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს 2020-24 წლები, მაშინ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები, არც ერთი სცენარის პირობებში არ დავთმოთ, რა თქმა უნდა, ამას. მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებთ, რომ თუ გაიმარჯვებს ტრამპი, ჩვენთვის ბევრად უფრო გამარტივდება სიტუაცია და უკეთ იქნება დაცული ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესები და არჩევნი უნდა დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. გახდა თუ არა ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის თუ ყოფილი მეგობარი აქტის მიღება წარმომადგენელთა პალატაში ის ნაბიჯი, რამაც თქვენ გადაგაწყვეტინათ ან დააჩქარა ეს გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ მიგემართათ და ასე თქვა დუმილის დარღვევა მოგეთხოვათ ახალი ადმინისტრაციისთვის და ზოგადად ამ აქტის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, არა გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი. აქ ერთ რამეს ასევე უნდა გაესვას ხაზი, რომ ეს დუმილიც ბოლომდე დუმილი არ არის, ხო? დუმილი შეიძლება უწოდოთ ჩვენ რაღაც მდგომარეობას, თუ გვაქვს ნეიტრალური სტატუსი ურთიერთობებში. ეს სტატუსი ნეიტრალური არ არის. წინა ადმინისტრაციამ, ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები, მაგალითად, ჩვენს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს, ხო, ჩვენი სამართალდამცავი უწყებების. ასევე ეს მეგობარი აქტი და შემდეგ. ეს არ არის რაღაცა ნეიტრალური დუმილის მდგომარეობა, არ არის რაღაცა პასიური სტატუსი. ჩვენ ურთიერთობებს აქვს ერთგვარი აქტიური უარყოფითი სტატუსი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ასე დროს უნდა გავახმოვანოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესი. საზოგადოების ინტერესია გადაიტვირთოს ურთიერთობები, ამიტომ ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს, ხო, საუბარია ამ შემთხვევაში ახალ ადმინისტრაციაზე. ნახოთ კიდევ ერთხელ ოპტიმიზმი უნდა გამოვხატოთ, იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, იმედი გვაქვს, რომ დამარცხდება Deep State-ი, ყოველ შემთხვევაში შესუსტდება მაინც ტრამპთან ორთა ბრძოლაში. ნახოთ ველოდებით. კი ბატონო, თქვენმა ოპონენტებმა ეს წერილი და ზოგადად ეს აქტი, აღიქვეს ორგვარი შეფასებები მოვისმინეთ. ერთის მხრივ, რომ ოცნება სასოწარკვეთილია, მეორეს მხრივ, მეორე ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული კარის გამოჯახუნების და ამერიკასთან დამშვიდობების პოლიტიკა. აქაც არეულები არიან, ხო შეიძლება ერთ მესიჯზე შეჯერდნენ, ან უნდა იყოს სასოწარკვეთილი და რაღაცა ბოლო იმედის ფოლი, ან უნდა იყოს რაღაცა აგრესიული ნაბიჯი, ან რაღაცა. საბოლოო ჯამში აქაც კი არეულები არიან საკუთარ გზავნილებში. რეალურად ეს არც ერთია, არც მეორე, ბუნებრივია. ეს არის რეალურად ფაქტების კონსტატაცია, ჩვენ კონკრეტული ფაქტები ჩამოთვალეთ. მათ შორის რაც უკავშირდება იგივე დემოკრატია, ასევე მინდა შევეხო პარლამენტში ინიცირებულ პროექტს, ხო, რომელიც ეხება პრინციპში იგივე თემას. ბრალდებები რა იყო? ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტში, ხო, დემოკრატიული უკუსვლა, ევროინტეგრაციიდან და ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან უკუსვლა, ასეთი ტიპის ბრალდებები არის გაშღერებული, ხო, რა დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი, როდესაც ფაქტები ადასტურებს იმას, თუ რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, პირველი სწორედ დემოკრატიის თვალსაზრისით. სად ვიყავით ჩვენ 2012 წლამდე და სად ვართ დღეს, ხო? ელემენტარულად არჩევნებზე არის საუბარი ასევე მეგობარი აქტში, ხო? ვინ წარმოიდგენდა 2012 წლამდე, რომ შეიძლებოდა დანერგილიყო ელექტრონული რეგისტრაციის და კინჭისყრის ხმის მიცემის წესი. ამას უბრალოდ ვერავინ წარმოიდგენდა, ხო? ღილაკზე აჭერით და ეგრევე იბეჭდება ოქმები. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წლამდე, ხელით ხდებოდა გადაწერა საოლქო კომისიებში ყველა ოქმის, ხო? ამის ტექნიკური საშუალებაც კი არ დავტოვეთ, იმხელა პროგრესია საუბარი. ასევე საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, ხო, 2012 წლამდე მოქმედებდა შერეული საარჩევნო სისტემა. დღეს რო ჩადარებულიყო შერეული სისტემით, არჩევნები 99-ის მაგივრად ჩვენ გვექნებოდა 119 მანდატი საქართველოს პარლამენტში, ანუ ძალიან მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენი ინტერესების აზიანოდ შევცვალეთ თავის დროზე 2017 წელს
კონსტიტუცია და სხვადასხვა შორის ამ კონსტიტუციასაც არ დაუჭირა მხარე მაშინ რადიკალურმა ოპოზიციამ deep state-ის მიერ მართულმა ოპოზიციამ. ციხეები 2.5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2.5-ჯერ. 25,000 იყო თითქმის 24,000-ზე მეტი პატიმრების რაოდენობა, ეხლა 9,000-იც არ არის პატიმრების რაოდენობა, ხო? 2.5-ჯერ შემცირდა, 10-ჯერ შემცირდა სიკვდილიანობა პატიმრების, 10-ჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ათეულობით ადამიანს კლავდნენ ციხეებში. ეხლა თქვენ იცით როგორი მდგომარეობაა ციხეებში, არა თუ გაუმჯობესდა ეს მდგომარეობა, დღეს გვაქვს ჩვენ ევროპული სტანდარტები უზრუნველყოფილი საშუალახსოვრების დაწესებულებში და არა მარტო, ხო, მედიის თავისუფლება რო ავიღოთ. სრული მონოპოლია დაამყარეს, ერთი ტელევიზია მიიტაცეს, მეორე ტელევიზია, მესამე ტელევიზია, სრული მონოპოლია ჰქონდათ დამყარებული, დღეს არის სრული მრავალფეროვნება მედია სივრცეში, ბიზნესის რეკეტი, ხო, ეხლა კომისიის სხდომებს ხანდახან მეც მაქვს ხოლმე საშუალება რომ თვალი მივადევნო უბრალოდ ეს უბანთობედურებაა რასაც ყვებიან ადამიანები რამდენად სისტემური და სასტიკი იყო ის მეთოდები რომელსაც იყენებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასეთი იყო ათასობით შემთხვევა აქ ერთეულ შემთხვევებზე კი არ არის საუბარია ათასობით შემთხვევაზე როდესაც გაამწარეს ადამიანები და დაუნგრიეს ცხოვრება კეთილდღეობა ცხოვრება სიცოცხლის მოსპობით დამთავრდა ხშირად ეს მოპყრობა ადამიანების მიმართ 150 მარტო საჩვენებელი მკვლელობა მოაწყეს ქუჩებში. აი ეს არის და ამაზეა საუბარი რომ ჩვენ ამ ყველაფრიდან თითქოს გვაქვს დემოკრატიული ხო, ამის საპირისპირო მონაცემებია იქ ყოველ შემთხვევაში სურათი ასახული ამ მეგობარ აქტზე, ვინც აქტიურობს მათ შორის წერილზე გამოხმაურების თვალსაზრისით და თავისთავად მეგობარ აქტზე, ეს არის ჯო უილსონი, კონგრესმენი. რა ინტერესები ამოძრავებს? Ну, deep state მოქმედებს, მე შორს ვარ სხვადასხვა იმას რიდან რომ აქ მარტო ფული არის ჩართული საქმეში, ხო? პატარა თავისი აგენტები ყავს deep states და ამუშავებენ ამ აგენტურას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, იგივე საკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. ხო, არის ჩვეულებრივი აგენტურა, საკმაოდ მრავლად ყავთ აგენტები, ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და ნუ აწერინებენ ასეთ რაღაცებს. ხო, საერთოდ არის ის საქართველოს რო გითხო შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ ნუ აწერინებენ დღეში ხანდახან 5 და 6 პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, ხო, რაღაც საოცრებებს წერს პროირანული რეჟიმი. პროირანული, პროჩინური და პრორუსული. ხო, შეიძლება აი ქართული საზოგადოება უყურებს ამ ეთერს, ხო? აი ხო შეიძლება რაღაცას ეფუძნებოდეს ბრალდება და ეს მე ჯო უილსონის ნათქვამი ხო არ არის უკვე გადაიტანეს მეგობარი აქტში იქ რაღაცა სხვა ინიციატივები აქვს და ეს წერია რომ ვართ პროირანული რეჟიმი ხო აი საიდან გამომდინარეობს რამე არსებობს ამის საფუძველი ხო არის ერთი რეგიონი და არსებობს გარკვეული ურთიერთობები ბუნებრივი მაგრამ ასეთ რაღაცას როწე რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება რაღაცას ხო შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი, ნუ სრული აბსურდი ხა. რუსეთზე, ჩინეთზე, იმაზე არაფერს აღარ ვამბობ. ხო, ან სრული აბსურდი. ეს ხო ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც დაკავშირებულია ევროპასთან. ასეთი სამარცხო მე მახსოვს 80-იანი წლები, კი ვიყავი მაშინ პატარა, მაგრამ 80-იანი წლები მაინც მახსოვს და ასეთ რაღაცას საბჭოთა ცეკა არ გადრულობდა, იმიტომ რომ რაღაცა პრინციპები იქ არსებობდა. რაღაცა პრინციპები არსებობდა. საბჭოთა ცეკა, რასაც აღარ გადრულობდა 80-იან წლებში, შეიძლება რასაც გადრულობდა 30-იან წლებში და ცოტა მოგვიანებით, რასაც არ გადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცეკა, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან. ნუ მართლა გასაოცარია ეს ყველაფერი. მიზანი რა არის საინტერესო? რას ემსახურება ასეთი განცხადებები? ეს არის ძალიან საინტერესო. ეს არის ძალიან საინტერესო. ხო, აი რა უნდათ ჩვენი პატარა ქვეყნისგან. საუბარი იმაზე რომ რაღაცა ჩვენი დემოკრატიის მდგომარეობით არიან შეწუხებული, ნუ სასაცილოა, ხო, ერთი იმიტომ რომ უკვე ვთქვი, ჩვენი დემოკრატიის მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 12 წლის წინანდელთან შედარებით, არამედ დღეს ჩვენ წინ უსწრებთ უამრავ ქვეყანას, ხო, 1000 რეიტინგი ქვეყნდება, მათ შორის ერთ-ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა ახლახანს, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით. და ამ კუთხით ჩვენს გადავდგით ნაბიჯები, მარტო ამ ერთ წლის განმავლობაში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველოს მთავრობის კონკრეტული მაგალითი რომ მივიყვანოთ, ყველა აქტი ქვეყნდება აბსოლუტურად, ყველაფერი ღია არის და საჯარო, ხო? ზოგადადაც თქვენ იცით, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველა ის საქმიანობა, რაც ხორციელდება
ჩვენი სამთავრობო უწყებების მხრიდან. პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. დანარჩენი 1000 კრიტერიუმი ჩამოთვალე, ხო, რითაც შეიძლება იხმძღოლოთ, როდესაც აფასებ დემოკრატიის მდგომარეობას. მაგასაც რო თავი დავანებოთ. დაუშვათ, რომ გვაქვს რაღაცა სერიოზული პრობლემები დემოკრატიაში. 200 ქვეყანაა მსოფლიოში. ამ 200 ქვეყნიდან რა ვიცი, 100-მდე ქვეყანა, რომელსაც გაცხადებული ავტორიკრატიული მმართველობა აქვს. არის აბსოლუტური მონარქიები მსოფლიოში, არსებობს სხვა სისტემები, ერთპარტიული სისტემები და შემდეგ გაცხადებული ავტოკრატია აქვს. სადაც საერთოდ ადამიანის უფლებები კონსტიტუციით არ აქვს დადგენილი, კონსტიტუცია შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს და ასე შემდეგ. ხო, ასეთი სახელმწიფოები არსებობს და იმათთან თანამშრომლობენ, მეგობრობენ, მუშაობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ. ამ თემიდან გამომდინარე, ხო? ანუ რაღაცა სრული აბსურდი როა ხელის გულზადებს ეს ყველაფერი, ხო? სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა მიზეზი, რატომაც მაგალითად ჩვენი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ დააწესეს სანქციები და სხვას არ დაუწესეს. დაუშვათ რუსეთთან დამოკიდებულება, ხო? ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, უკრაინას ართული რა თქმა უნდა, სადაც ახლა შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობები, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ვიზიტებიც კი არ გვაქვს არავითარი. ანუ არავითარი პოლიტიკური ვიზიტი არ განხორციელებულა 2012 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში და არც იქიდან აქეთ. მოლდოვის პოლიტიკური წარმომადგენლები ჩადიან, მაგალითად ამასინა ჩავიდა მინისტრის მოადგილე პეტერბურგში და აწარმოა გაზპრომთან მოლაპარაკებები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. ხო, დსთ-ის წევრია მოლდოვა და შემდეგ, ხო, რა თემაზეა საერთოდ საუბარი? რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სრული საოცრებაა, ხო? ინაუგურაციაზე გახსოვთ ატეხეს ამხელა ამბავი. როგორ შეიძლება და ინაუგურაციაზე დასრება და მერე ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თურმე ამის გამო რაღაცა წამოვიდა ნეგატიური განწყობა ამერიკიდან და ევროპიდან. ჩვენთან ერთად რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი ესწრებოდა ამ ინაუგურაციას. თქვენ ერთი კრიტიკული განცხადება გახსოვთ, რომელიმე მათგანთან დაკავშირებით. ხო, ჩვენი უშუალო სამეზობლო რო ავიღოთ. აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ვინმემ გააკრიტიკა მათი წარმომადგენლების, უმაღლესი წარმომადგენლების ჩასვლა ირანში ინაუგურაციაზე, ან მანამდე პრეზიდენტის საკრძალვაზე, არავითარი კრიტიკა. აქედან ჩანს, რომ არის ორმაგი სტანდარტი. ცოტა ხნის წინ გავცელდა ინფორმაცია, როდესაც ამ ტიპის შეხვედრებზე საუბრობთ, ტრამპი შეხვდა სირიის ახალ მეთაურს და ეს შეხვედრა გაიმართა და ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მოუწოდა ისრაელთან მიმართებით. ხო, ну, ჯერ სახელმწიფოც არ არის ჩამოყალიბებული, არათუ დემოკრატიაზე შეიძლება ვისაუბროთ და ეს შემდეგ. და ნუ აქ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა. ნუ ზოგადად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცხადია ორმაგი სტანდარტები, რასაც ხედავთ. ნუ სინამდვილეში რა ხდებოდა, რასაც პარლამენტში ინიციირებულ პროექტშია საუბარი. იყო ორი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთის ფედერაციას, რომელსაც არ იცავდა ამოდროულად არც ერთი ალიანსის ქოლგა, არც პირდაპირ სამხედრო კუთხით და არც არაპირდაპირ კუთხით, გულისხმობ ნატოს და ევროკავშირს. ორივეს ჰქონდა ასპირანტის სტატუსი და ვიღაცამ მოიაზრა ეს ორი ქვეყანა ომისათვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ასეთი სცენარი დაიწერა, ასეთი გეგმა დაიწერა, დაიწყო ომი რუსეთ-უკრაინას შორის, განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, მაგრამ აქ არ ჩაერთო სცენარის წინააღმდეგ საქართველო. დააყენეს მოთხოვნა ჯერ პირდაპირი ფორმით, როცა არ გავყევით ამ მოთხოვნას, მერე უკვე არაპირდაპირი ფორმით, სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა და ეს შემდეგ ამ ირიბ მოთხოვნებზეც არ წავედით და იმის მერე წამოვიდა ეს აგრესია საქართველოს მიმართ, ხო? ანუ ორი ქვეყნის სცენარი იყო დაწერილი, ორი ფრონტის სცენარი იყო დაწერილი, არ გაქვს სხვა ახსნა ხო უბრალოდ არ აქვს ამ ყველაფერს. არის ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელსაც თავისი უამრავი პრობლემა აქვს, ჰქონდა და აქვს ისედაც, ხო? 20% ჩვენი ტერიტორიების არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო და ასე დროს ვიღაცას სცალია იმისათვის, რომ მთლიანად იყოს კონცენტრირებული ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცნაირად ხელოვნური პრობლემების შექმნაზე. ამაში იხარჯებოდა USAID-ის ფული, ამაში იხარჯებოდა NED-ის ფული, სხვა ფონდების ფული და ნუ არ ვიცი, არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ერთი რამე მინდა აღვნიშნო, მე მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ძალიან დიდი სიძულვილი დათესეს საზოგადოებაში
პირდაპირ კგბ-დან. კგბ მუშაობდა ამაზე 90-იანი წლების დასაწყისში, შეაძულეს ქართველები ერთმანეთს. პირდაპირ მიზანმიმართულად მუშაობდნენ სპეცსამსახურები, კგბ მუშაობდა ამაზე 90-იანი წლების დასაწყისში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი, რაც დღეს დათესეს USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში. ეს არის დანაშაული ქართული ხალხის წინაშე. ეს უნდა დასრულდეს. არა მარტო USAID-ის და NED-ის გავლით, რომელიც დღეს უკვე გაუქმებულია ტრამპის გადაწყვეტილებით, ზოგადად საქართველოში უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რასაც ქვია ადამიანების მოწამვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება, სიძულვილის დათესვა ჩვენ საზოგადოებაში. ეს კგბ-ის მეთოდები, რომელიც ახლა უკვე გამოიყენება სხვა სპეცსამსახურების მიერ, არ შეიძლება რომ საქართველოში იყოს წარმატებული და ბოლომდე, რადაც არ უნდა დაგვიждდეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს სიძულვილი ჩვენ ჩავანაცვლოთ ჯანსაღი დამოკიდებულებით საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. სიმახინჯეა რაც ხდება. რას უშვებიან ადამიანებს, აი ხანდახან უყურებ ხოლმე, რომ გამოდიან ჩვენი ოპონენტები, ხან პოლიტიკოსები, ხან არაპოლიტიკოსები, აი როგორ წამლავენ ადამიანებს. აი ჩვეულებრივად არქიფოს ეთურის რაღაცა მრევლია, ხო, რასაც ჩვენ უყურებთ, არის აბსოლუტურად მიზანმიმართულად ეს ყველაფერი გაკეთებული და ეს არ ხდება მარტო საქართველოში. ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს გამოსვლას, 10 წუთიან გამოსვლას. მასზე თავდასხმის შემდეგ ჩაწერა ვიდეო, რასაც ყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით ზუსტად იგივე მეთოდებით მუშაობენ, სამარცხვინო მეთოდებით მუშაობენ საქართველოში. სიძულვილის დათესვა, ადამიანების მოწამვლა, ათასგვარი მახინჯი პროპაგანდის გავრცელება, ეს არის ერთი და იგივე მეთოდები, რასაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, 30 წლის წინ, რასაც აკეთებდა კგბ, საქართველოში იმის შემდეგ 30 წელია არავის ამდენი სიძულვილი არ დაუთესია საქართველოში, რაც დაითესა USAID-ის, NED-ის და სხვა სუბიექტების მეშვეობით. მანამდე იგივე საკეთებდნენ, რა თქმა უნდა, 2003 წლიდან მოყოლებული. მაშინ ამას აკეთებდნენ საკუთარი აგენტურის მეშვეობით. ისეთი მეთოდები ჰქონდა მათ ხელისუფლებას, რომ ავტომატურად ღრმავდებოდა სიძულვილი საზოგადოებაში. ხო, ისეთ სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და თან მისვდნენ ათასობით ადამიანს, ხო? ბუნებრივია ასეთი აურა იქნებოდა მაშინ საზოგადოებაში, მძიმე აურა. დღეს უკვე მიზანმიმართულად ამას აკეთებენ უკვე სხვა ხაზით, ხო? აფინანსებენ ისეთ ძალებს, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე დაკავებული სიძულვილის დათესვით. პირდაპირ ხო ხელის გულზე დევს. USAID, NED აფინანსებდნენ მაგალითად ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავებული იყვნენ სიძულვილის დათესვით მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე დიდი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, სოციალური ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში, მრევლი არის 90% ქვეყნის მოსახლეობის. და თქვენ წარმოიდგინეთ კონკრეტულ NGO-ებს აფინანსებდნენ, პარტიებს აფინანსებდნენ, მედია საშუალებებს აფინანსებდნენ, რომელთაც ჰქონდათ პირდაპირ დავალება მიცემული, რომ დაეთესათ სიძულვილი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების წინააღმდეგ პატრიარქის ჩათვლით. ახლა რამხელა სიბინძურეზია საუბარი, თქვენ ხო ხედავთ. ამას აკეთებდნენ კიდევ ერთხელ ეს კონკრეტული ფონდები, უბრალოდ ამ კონკრეტული ფონდების მეშვეობით ძალიან ბინძური ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას უნდა დაუპირისპირდეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივცეთ და მე შემიძლია პირადად მივცე პირობა, რომ აუცილებლად დაუპირისპირდებით ამ სიძულვილს, რომელიც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ არის ქართული. ქართული საზოგადოება არის სხვანაირი, მიდრეკილია სხვა რამისკენ. ქართული საზოგადოება არ არის სიძულვილისკენ და გახლეჩვისკენ მიდრეკილი. ისტორიულად ჩვენ ეს მოგდგამდა, რომ ერთმანეთისკენ ვართ პირიქით მიდრეკილი სიყვარულისკენ და ასეთი დამოკიდებულებისკენ. ეს სიძულვილი არის აბსოლუტურად ხელოვნური, თესავენ გარედან, ხელოვნურად ჩვენ საზოგადოებაში, როცა გამჭირვალობის კანონი დავაინიცირებთ, თავი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ დავპირისპირებოდით ამ ხელოვნურად ათესელ სიძულვილს, მაგრამ გამოვიდნენ და მოითხოვეს პირდაპირ სიძულვილის დაფინანსების გაგრძელება. ამას რა თქმა უნდა ესე ვერ დავტოვებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადაც არ უნდა დაგვიждდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი პოლიტიკური ძალა კონკრეტულად იქნება ძალიან წარმატებული ამ ბრძოლაში.
ნამდვილად უნიშნულოვანი საკითხია და ჩვენ გვახსოვს, რომ სიძულვილის დაძლევა საზოგადოებაში თქვენ დაასახელეს ორიდან ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, როდესაც გამოხვედით სიტყვით პარტიის თავმჯდომარედ არჩევის დღეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად საზოგადოების გამთლიანება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა თუნებას მომცემთ ერთი კითხვით დაუბრუნდები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თემას, რომ ამოვწუროთ ეს საკითხი, თუ არ იქნება პასუხი, საჯარო თუ არ იქნება არანაირი რეაგირება, რისი მანიშნებელი იქნება ეს თქვენთვის და შეცვლის თუ არა ეს რაიმე საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით. Ну, რაც ხომ იმას თუ რისი მანიშნებელი იქნება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ Deep State-ი ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. შესაბამისად, ბუნებრივი ასეთ პირობებში ჩვენ გვექნება მეტი გამოწვევები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ 4 წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად პირდაპირ Deep State-ის დარჩენა ამერიკის ხელისუფლებაში. აქაც დავიცავდით აუცილებლად ეროვნულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მარტივად არის საქმე. თუ ტრამპი შეასუსტებს Deep State-ს ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს ამ შემთხვევაში დარჩება status quo, თუმცა კიდევ ერთხელ status quo-s პირობებშიც ჩვენ რა თქმა უნდა ბოლომდე დავიცავთ. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში? რა თქმა უნდა, ეს მიჩვეული ვართ უკვე ჩვენ ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი გვაქვს, რომ ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული. ერთია ტრამპის ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური დამთხევა, მაგრამ ევროკავშირთან მიმართებით უფრო კრიტიკულად არის საქმე. დღეს მაგალითად არ ვიცი მოისმინეთ თუ არა, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ არ არის თანხმობა სანქციებზე 27 ქვეყნის მხრიდან, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობენ. იქ პოლონეთის ელჩის გამოსვლა იყო, რომ ეხლა მოეხსენება საზოგადოებას, რომ პოლონეთია თავმჯდომარე ქვეყანა და ისინი აცხადებენ, რომ ვინაიდან საქართველოს მკარი გაიხურა, შესაბამისად, ამიტომ არც ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც პოლონეთი მასპინძლობდა, საქართველოს არ ეპატიჟებიან და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, როცა თქვით, რომ მოდით თაფლობისთვის დავიწყოთო, მათ გაყრის პროცესი დაიწყესო. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ურთიერთობებზე, რომელიც ახლა ევროკავშირთან ვითარდება? რა პერსპექტივა აქვს, რას უნდა ხედავდეს საზოგადოება, ან რა შეიძლება დავინახოთ ახლო მომავალში ურთიერთობების თვალსაზრისით? ჯერ თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის, არც ქართველი ხალხისთვის ძალიან სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამოწვევები გვაქვს ისედაც ძალიან ბევრი. მათ შორის ეკონომიკური, ხო? მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის დაახლოებით $900 და ეს ჩამორჩება ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად, ხო? ასე დროს, როცა ხედავ, რომ არის პატარა ქვეყანა, რომელიც იბრძვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, აქვს თავისი პრობლემები, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და შემდეგ, შეხვდა იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყო ამ ქვეყანას და ამ ხალხს. როდესაც აქ ცდილობ, რომ რაღაც ხელოვნური პრობლემები შეუქმნა ქართულ ხალხს, ამ ქვეყანას, ხო? აი ეს რა ლოგიკაში იშდება ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ნუ მდგომარეობა არის აბსოლუტურად ტრაგიკული. თვითონ ევროპის მდგომარეობა არის ტრაგიკული, ვერ იცავს საკუთარ თავს. ხელისუფლებებს აბსოლუტურად არავითარი უნარი არ აქვთ, რომ დაიცვან საკუთარი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით რა მასშტაბის პრობლემებია დღეს ევროპულ სახელმწიფოებში, ხო? თითქმის ყველა სახელმწიფოში ჯერ მიგრაციის კუთხით. საერთოდ ვერ იცავენ საკუთარ თავს. თქვენ რო ნახოთ დიდი ქალაქები, ევროპის დიდი ქალაქები, საერთოდ აქვს დაკარგული საკუთარი იდენტობა. დიდი ქალაქების სურათი ასეთია შესაბამის სახელმწიფოებში. ხო, საუბარია ყველაზე ტრადიციულ ევროპულ სახელმწიფოებზე, რომლებიც კარგავენ საკუთარ ეროვნულ იდენტობას. შესაბამისად კარგავენ საკუთარ რელიგიურ იდენტობას. ეს მარტივი სტატისტიკა რო ნახოთ, მაგალითად 70-იან წლებში, ალბათ 80-იანებშიც გერმანიაში 90%-ს ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იყვნენ ქრისტიანები. დღეს 50%-ს არის უკვე ჩამოცილებული გერმანიაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებენ საკუთარ თავს. განახევრებულია ტრაგიკული მდგომარეობა, ხო, იკარგება ეროვნული იდენტობა, იკარგება რელიგიური იდენტობა და ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი. და ვერც ერთი ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ვერ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და პირიქით ხელს უწყობენ
პრობლემების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის დაცვაზე, მათ შორის საკუთარი რელიგიური იდენტობის დაცვაზე, აქ მოდის აგრესია და თავდასხმა, ხო? აი ეს არის სამწუხაროდ ტრაგიკული მდგომარეობა, ეკონომიკური პრობლემები. იგივე რო ავიღოთ გერმანია ყველაზე ძლიერი ეკონომიკური თვალსაზრისით, ინდუსტრიული თვალსაზრისით სახელმწიფო ევროპაში, ხო? შარშანდელი წელი ჰქონდათ მინუსი, შარშანწინდელი წელი ჰქონდათ მინუსი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით -0.2%, -0.3%. წელსაც შეიძლება მაღალი ალბათობით იყოს მინუსი, ყოველ შემთხვევაში ნულოვან მაჩვენებელს დიდად არ ასდება წლევანდელი შედეგი. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროპული სახელმწიფოები, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მდგომარეობა და ასეთ დროს ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებული, ყველას სალია რატომღაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ასევე არავითარ პასუხისმგებლობას არავინ არ აცნობიერებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა გაიწირა. ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ტრადიციული ლამაზი ქვეყანა, არაჩვეულებრივი ხალხით აბსოლუტურად გაიწირა. ტრაგიკული მდგომარეობა უკრაინაში, ტერიტორიების 2.5-ჯერ მეტი არის ოკუპირებული დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. 10 მილიონი ადამიანი დაახლოებით ქვეყნიდან არის გასული. 19-24 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 70% და შეიძლება მეტიც უკვე შარშანდელი მონაცემებია ან დაიღუპა ან ქვეყნიდან არის გასული, გენოფონდი გაუნადგურეს, ინფრასტრუქტურა განადგურებული, ეკონომიკა განადგურებული, არის უბედურ ქვეყანაში, უბედურ მდგომარეობაში ეს ქვეყანა. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ნახეთ, მარტივი კითხვა რო დავსვათ, ხო? წარმოიდგინეთ, რომ აი თავი მოაქვთ, ხო? არის ევროპა, ამერიკა და თავი მოაქვთ, რომ არიან ძლევამოსილი ძალა. და წარმოიდგინეთ, რომ ამ ძლევამოსილ ძალას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ერთი ევროპული ქვეყანა დაიცვას. თუ ვიღაცას მოუნდება, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაზე არის საუბარი, ეს ქვეყანა შეიძლება გაიწიროს. ეს ხო ტრაგიკული მოვლენაა. და ამაზე უარესი ტრაგიკული მოვლენაა, თუ შეეძლოთ დაცვა, ან თუ არ შეეძლოთ, ეს ხო ტრაგედიაა. და თუ შეეძლოთ და მაინც გაიწირა უკრაინა, ეს ხო უარესი ტრაგედიაა. აი სად არის აქ არსებობს ასეთი ლამაზი სიტყვები, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი. სად არის წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი? და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას ჩვენს ქვეყანაზე იზრუნონ, აი ერთი ქვეყანა ვერ დაიცავი, დავშედ ვერ დაიცავი, განა არ დაიცავი, ვერ დაიცავი. ამ ქვეყანაზე მაინც იზრუნე, რომ აქ მაინც არ გამეორდეს იგივე. და აქ რო ვცდილობ რაღაცა ხელოვნური პრობლემების შექმნა, სანქციების დაწესებას, იქ რაღაცა ხალხისთვის სხვა პრობლემების შექმნას, ეს აი რა ლოგიკაში ხდება საერთოდ, ხო? აქ ხო ჩანს, რომ არავითარი წესებზე დაფუძნებული წესრიგი აღარ არსებობს და მოშლილია ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ უნდა ვუსურვოთ ევროპას და ამერიკას deep state-ის დამარცხება თუ არა დასუსტება მაინც წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ის მდგომარეობა, რაც არის დღეს. როდესაც მოშლილია წესებზე დაფუძნებული წესრიგი და საბოლოო ჯამში ყველაფერი იმართება არა კონკრეტული ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ ყველაფერი იმართება არაფორმალური მართლობის წესით, რაც მართლა ტრაგიკულია. თქვენ მიემგზავრებით ალბანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე, რამდენადაც ვიცი, მოთხოვნა არ დაყენებულა თქვენი მხრიდან შეხვედრების დანიშვნასთან დაკავშირებით, შეიძლება რამდენიმე დღის ინფორმაცია და თუ რამე შეიცვალა, გთხოვთ რომ დააზუსტოთ, მაგრამ თუ იქნა შესაძლებლობა ლიდერებთან გასაუბრების, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილები და პრიორიტეტული საკითხები, რასაც განიხილავთ? რეალურად ჩვენ იგივე ამ ღია წერილში რაც გავახმოვანეთ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ძირითადად ჩვენი გზავნილები. ხო, ჩვენ ვითხოვთ ერთ-ერთ რამეს, ეს არის სამართლიანობა ქართული ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს ჩვენ გამოვლილი. 4 ომი გვაქვს გამოვლილი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. გვაქვს გამოვლილი ასევე არაერთი საერთაშორისო მისია. ჩვენი 32 ჯარისკაცი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში, სადაც ერთსულ მოსახლეზე ყველაზე მეტი იგივე ავღანეთი რო ავიღოთ, ერთსულ მოსახლეზე დათვლით ყველაზე მეტი ჯარისკაცი ყავდა წარმოდგენილი და აბსოლუტურ მაჩვენებლებში მე-4 ადგილზე ვიყავით ჩვენი მისიით. ამ ხელა წვლილი გვაქვს შეტანილი საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ხო? ასეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. სად არის დაფასება? არავითარი დაფასება. რაც შეეხება დემოკრატიას, ამ ხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ ამ 12 წლის განმავლობაში. სად არის ამის დაფასება?
ნუ არავითარი დაფასება, არავითარი გათვალისწინება, ეს უნდა შეიცვალოს. ერთადერთი გზავნილი, რაც შეიძლება გქონდეს, საკვანძო გზავნილი, ძირითადი გზავნილი, ეს არის სამართლით ჩვენ ხო ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ. ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა ყველასთან საუბარი. ფორმატს რაც შეხება არის ერთდღიანი ფორმატი, საკმაოდ დატვირთული. ერთადერთი სადაც შეიძლება შეხვედრები გაიმართოს არის დერეფნები და ასეც ხდება ხოლმე. ან დერეფნებში როგორც წესი ხდებიან ხოლმე ერთმანეთს ლიდერები და ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ. როგორც წესი გამორიცხულია რომ ამ ასეთი ასე ვთქვათ სესიის დროს არ მოგეცეს მინიმუმ 6-7 ლიდერთან გასაუბრების საშუალება, რა თქმა უნდა, მას წინასწარ არ არის ჩანიშნული ჯერ. არა, ჩვენ არც მოგვითხოვია, მაგრამ ადგილზე მაქსიმალურად ვესწრებით ყველას გავესაუბროთ. კი ბატონო, მოდით გადავიდეთ ასევე არჩევნების თემაზე, რომელიც 5 თვეში გაიმართება, 5 თვეც აღარ დარჩა პრინციპში. რა მოლოდინი გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? თქვენი ოპონენტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არაფრის დიდებით ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. რჩება რამდენიმე პატარა პარტია, რომელიც მათ შორის ერთ-ერთი გირჩია, ამბობს, რომ ამ პროცესში აუცილებლად მიიღებს და ძალიანაც გაუხარდება თუ სხვები მონაწილეები არ იქნებიან. რეალურად თქვენ ყოველთვის საუბრობთ იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ გარე დაკვეთის შესაბამისად. რაზეა დამოკიდებული დაკვეთის შეცვლა? მაშინ ამაზე რო ვისაუბროთ, რა შემთხვევაში ჩაერთვებიან ის პარტიები არჩევნებში, რომლებიც აქამდე მონაწილეობდნენ? ნუ ოპოზიცია დგას ეს რადიკალური ასე ვთქვათ სპექტრი დგას ეგზისტენციური საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ გარისკეს და არ შემოვიდნენ პარლამენტში, შეუწყვეტეთ მანდატები, ანუ ვერ გაათამაშეს ის სცენარი, რაც გაათამაშეს 4 წლის წინ, იმიტომ რომ დღეს სხვა მდგომარეობა, ვიდრე იყო 4 წლით ადრე. და თუ ისინი თვითმმართველობის ორგანოებშიც არ იქნებიან წარმოდგენილი, საკრებულოებში თუ არ იქნებიან წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში საერთოდ დგანან პოლიტიკიდან გაქრობის რისკის წინაშე. ამას ემატება რა თქმა უნდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება საგამოძიებო კომისიას, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას. ამ თვალსაზრისითაც რაღაც შეღავათი ჭირდებათ ბუნებრივი პოლიტიკურ პარტიებს. შესაბამისად მათი პატრონები ალბათ იზრუნებენ ამ პარტიებზე. მე მგონია რომ 4-ვე პარტია დაეწყობა ბოლოს და მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს 4-ვე რადიკალური პარტია, ნაცმოძრაობა, ახალი, ლელო და გახარიას პარტია 4-ვე დაეწყობა და აგვისტოში წარადგენს საკუთარ სიებს არჩევნებში. რა თქმა უნდა, შანსები არ აქვთ. ჩვენი მარტივი მიზანია 64 მერი, 64 საკრებულო და მიზანს აუცილებლად მივახცევთ. შესაბამისად დიდი შანსები არ აქვთ, მაგრამ მათთვის რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა იქნება თუ საერთოდ არ იქნებიან საკრებულოებში წარმოდგენილი. ამიტომ ჩემი პროგნოზი ასეთია, დაეწყობიან და 4-ვე პარტია მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. რადგან ახსენეთ საგამოძიებო კომისია. მათთვის ეს რა თქმა უნდა მძიმეა, იმიტომ რომ ნახეთ მთელი კამპანია აწევინეს, რომ არის არალეგიტიმური ხელისუფლება და ამ შემდეგ ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყავილაშვილის და ირაკლი გობახიძის თანახელმოწერით, რომელსაც ეს 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, წარმოიდგინეთ, რომ უწევთ ჩვენ მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მათთვის ტრაიგულია ეს ყველაფერი, მაგრამ მოუწევთ ამ ტრაიგული ნაბიჯის გადადგმა იმის გამო, რომ მეორე ნაბიჯი შეიძლება კიდევ უფრო ტრაიგული იყოს. ოპოზიციის ნაწილი უკვე მიხვდა იმას, რომ მაგრამ ეს თემა რო გავაგრძელოთ, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ამიტომ შესაძლოა ხელისუფლებას შესთავაზოს არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ერთგვარი რეფერენდუმის გამართვა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. რამე მსგავს წინადადებებს განიხილავს ხელისუფლება? ეს ვერ ადგინა მათ არჩევნებში მონაწილეობა. არ გინდათ? არაფერში. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად სულ ერთია, მიიღებენ, არ მიიღებენ, ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი. შედეგს არ ცვლის საბოლოო ჯამში. ნუ შედეგი ერთ-ერთი შეიძლება მათემატიკურად, რომ საშუალოდ 5 წევრით იქნებიან ალბათ წარმოდგენილი საკრებულოებში. ჯამში 5 წევრს გულისხმობ საშუალოდ და არა თითოეულზე 5 წევრს ბუნებრივია. საშუალოდ ჯამში 5 წევრით იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. არც დემოკრატიისთვის შეცვლის არაფერს მათი ყოფნა თუნდაც ადგილობრივ დემოკრატიისთვისაც კარგი იქნება მათი არ მონაწილეობა, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. სადაც არ იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, იქ იქნება მეტი დემოკრატია, მეტი პერსპექტივა იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა. ხო არ აქვს სრულფასოვანი სისტემა ერთი მარტივი მიზეზის გამო.
არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ არის უცხოური აგენტურა და მას მუდმივად ავალებენ, რომ არცნოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ასეთ პირობებში ჯანსაღი სისტემა ვერ ჩამოყალიბდება ვერასდროს. ამიტომ თუ ეს პოლიტიკური პარტიები საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური სივრციდან, და მას ჩვენ შევუწყობთ ხელს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მიმართვას. ალტერნატივა არ აქვს ამ ყველაფერს. თუ არ გაქრება ეს აგენტურა ქართული პოლიტიკიდან, მანამდე ვერასდროს ვერ შემოვა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ჯანსაღი ოპოზიცია. ამიტომ მათ არ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, სერიოზული პლუსები აქვს და ეს მხოლოდ და მხოლოდ განაპირობებს ჩვენი პოლიტიკური სისტემის, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას. მაგრამ თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამაშიც დიდი გამოწვევები არ ჩანს. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ მიზერულად იქნებიან ისინი წარმოდგენილი საკრებულოებში. თქვენ შეეხეთ საგამოძიებო კომისიის მუშაობას და იმ უმძიმეს რეალობას, რასაც აღწერს საგამოძიებო კომისია, თუმცა დღეს ამბავი ის არის, რომ კომისიასთან არ თანამშრომლობის გამო პატიმრობაშია ირაკლი ოქრუაშვილი და ანალოგიური ბედი ემუქრება სხვებსაც, ვინც არ გადაიხდის გირაოს. ხო, აქ არის მელია, გვარამია, ჯაფარიძე. ამ მდგომარეობას როგორ აფასებთ? ახლა ისინი მაინც ჯერჯერობით ამბობენ, რომ არ გადაიხდიან ამ თანხას. აი, რა სიტუაციაში არიან ახლა ისინი და რას ელოდებით? ყველამ გაიგო მე მგონი უკვე რომ საქართველოს არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არ გვკანოს მიიღებ რეაქციას. ეს არის და ეს. ყველა უნდა შეეგუოს ამ ქვეყანაში, რომ ეს არის სახელმწიფო და ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. სამართლის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. ჩვენ გვქონდა გამოწვევები ამ კუთხით გასული წლების განმავლობაში, გვიჭირდა ზოგიერთ შემთხვევაში კანონის სრულფასოვნად ამოქმედება, გახსოვთ ეს ყველაფერი მთელი ამ წლების მანძილზე. დღეს არის სხვა მდგომარეობა. დღეს დაუშვებელია ყოველგვარი კომპრომისი სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა მოქმედებდეს ბოლომდე იმისათვის, რომ იყოს დაცული სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნის ინტერესები, ხალხის ინტერესები. თუ აღმოჩნდება ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, რომ ეს ადამიანები მართლა არ გადაიხდიან ამ თანხას, ნულელოს ლიდერებმა თავის დროზე გადაიხადეს. და თუ ოქროაშვილის ბედს გაიზიარებენ, ანუ პარტიის ლიდერები თუ კი ციხეში აღმოჩნდებიან, ეს არ გაართულებს ურთიერთობას იგივე პარტნიორებთან, კიდევ უფრო მეტად. მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ თუ პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა, მაშინ მოუწოდონ შესაბამის პოლიტიკოსებს, რომ მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, თუ არ იღებენ გირაო მაინც გადაიხადონ. ეს მათი პასუხისმგებლობაც არის, ხო? ხო ისინი მართავენ საბოლოო ჯამში ამ პროცესს, ხო, ვინც დაკავშირებულია deep state-თან, ემუცხოელებს გულისხმობ. მაშინ ურჩიონ. მე მახსენდება ზარი ერთ-ერთმა ელჩმა დამირეკა, როდესაც საუბარი იყო მელიას დაკავებაზე და პირდაპირ მომთხოვა, მაშინ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ჩემგან მოითხოვა ჩარევა სასამართლოს საქმეში მელიას საკითხთან დაკავშირებით. მე მარტივი პასუხი გავეცი მას. ჩემგან ამას რანაირად ითხოვ, ხო? ანუ ითხოვდა პირდაპირ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას ჩემი მხრიდან. და მე რო ამას თხოვ, ამის მაგივრად არ გირჩევნია, რომ კანონის შესაბამისად მელიას მოთხოვო გირაოს გადახდა. ამაზე მივიღე მისგან უარი. პირდაპირ უხეშად თავხედურად ერთ-ერთი დასავლელი ელჩი მოითხოვდა ჩემგან სასამართლო საქმეში უხეშად ჩარევას, რომ არ გამოიყენებინა, არ შეეფარდებინა სასამართლოს წინასწარი პატიმრობა. მარტივი კითხვა დაუსვი, რო ქვია ევროპელი. წადი და კანონის შესაბამისად მოთხოვე მელიას გირაოს გადახდა და თუ დარდობ იმაზე, როგორ წარიმართება მელიას დაკავების პროცესი, მაშინ მას მოთხოვე გირაოს გადახდა. ამაზე თქვა უარი რატომ? რომ მის ინტერესებში შედიოდა ესკალაცია სამართლის უზენაესობის ხარჯზე. აი ეს სამართლიანო დიქცევია მართლაც რა იგულია ეს ყველაფერი. მაფიოზივით მელაპარაკებოდა ტელეფონში, მისი წარმომავლობაც არ უწყობდა ხელს ამ დაგვისახელებთ რომელი ქვეყნის წარმომადგენელია? შეიძლება დაახლოებით მიხვდეთ მოერიდები მაინც აქაც დასახელებას ევროპელი დიპლომატია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აღარ იქნება წარდგენილი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სავარაუდოდ საქართველოს სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს. აი ეს უკვე შეთანხმებულია თუ არა და რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება იქნება აგვიხსნათ? კი, გადაწყვეტილება მიღებულია. ჩემთვის დასანანი იყო რაღაც მესიჯი გავრცელდა ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან.
deep state-ზე იყო საუბარი, შუაში ამ თემასთან deep state-ს საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად ასანანია თან ერთ რამ არის საინტერესო, რომ ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ძალიან საინტერესო ხო კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა. აღარ მინდა დეტალებში შევიდე, რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა. ხო, პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გითხრეს, გაეროს სისტემაში, ანუ ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზები. მას არ იქნებოდა მხარდაჭერა, რომ წარგედგინათ ეს. ამაშიც არ მინდა შევიდე, ეს აღარ არის არსებითი, ანუ ერთი ეს იყო მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ვითვლება, რომ არ არის მაინც და მაინც დემოკრატიული, როდესაც მესამედ ასეთ ტიპის პოზიციაზე ხდება ერთ-ერთი კანდიდატის წარდგენა და იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაც არ მინდა შევიდე. ერთ-ერთი რამ შემიძლია თქვა, რომ ამ მესიჯმა დაადასტურა ყარად ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული. თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით. გერბია და ბოლოს კიდევ ერთი საკითხი ეკონომიკური მიმართულება მინდა მასაც რო შევახოთ, იმიტომ რომ საქსტატმა გამოაქვეყნა ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები მარტში 9%-ის ზრდა, პირველ კვარტალში 9.3% და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გვესმოდა ეგრეთ წოდებული ექსპერტების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი ეკონომიკურ კრიზისზე, რომ ეს ამ თვეში თუ 4 თვეში ყველაფერი ჩამოიშლება, ლარი გაიქცევა, აი რეალურად როგორ აფასებთ ამ კონტრასტს და სხვაობას ამ ორ რეალობას შორის? ესეც ჩვენებს სხვათა შორის რამდენად მძიმეა აგენტის ხვედრი, ჩამოიყვანეს კონკრეტული ადამიანები, მათ შორის საზღვარგარეთიდან, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, თუმცა სინამდვილეში არავითარი ექსპერტები ისინი არ იყვნენ, იყვნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავის დროზე და ცდილობდნენ მათი მეშვეობით შეექმნათ რაღაც მძიმე ფონი, ნიჰილიზმის განწყობა დაემკვიდრებინათ ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მათგანის ციტატებიც გავიხსენე ერთხელ, პირდაპირ ამბობდა, რომ 3 თვეში ეს განცხადება გააკეთა იანვრის ბოლოს, 3 თვეზე მეტიც გავიდა უკვე, რომ 3 თვეში ლარის კურსი იქნებოდა მინიმუმ 3 და 1, ინფლაცია იქნებოდა მინიმუმ 6-8%, ასეთი განცხადება იყო გაკეთებული, გვექნებოდა ეკონომიკური ვარდნა და ასე შემდეგ, ხო, აღარ მინდა შორს წავიდე. ასეთი პროგნოზები გააკეთებინეს. მიზანი რა იყო, რომ თქვენ იცით, რომ ზოგადად განწყობა აისახება ხოლმე ეკონომიკურ და სხვა ტიპის მონაცემებზე. იგივე შეიძლება განწყობის შექმნის ხარჯზე შენ ხელოვნურად შეუწყო ხელი კურსის დევალვაციას, ვალუტის კურსის დევალვაციას. ან შეიძლება შეაფერხო ეკონომიკური ზრდა, მაგალითად, როდესაც განწყობა არის მძიმე საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში ნაკლებია мотивация, რომ შეიძინო პროდუქტი, ეს აგდებს ეკონომიკურ აქტივობას და ეს შემდეგ, ხო? ანუ სწორედ ამაზე იყო გამიზნული ასეთი განცხადებები, პირდაპირ კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს აკეთებინებდნენ კოორდინირებულად ასეთ განცხადებებს, ნეგატიურ განცხადებებს ეკონომიკასთან დაკავშირებით. აქაც აი აგენტი უნდა იყო ასეთი რამ რო გააკეთო, ხო? პირდაპირ ცდილობ ავნო შენს ქვეყანას ასეთი ნეგატიური განწყობის შექმნით. თქვენ ხედავთ, რომ მალობა ღმერთს მათი ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პროგნოზები არ შესრულდა. ლარის კურსი არის არა 3.1-ზე მეტი, არამედ 2.75-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ და მადლობა ეროვნულ ბანკს ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასცია ამისათვის და ასევე უნდა აღენიშნოს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზული რეზერვები დავაგროვეთ ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, მანამდე გვიწევდა რეზერვების გაყიდვა, გასული წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, წელს პირიქით დავიწყეთ რეზერვების დაგროვება და მადლობა ამისათვის ეროვნულ ბანკს, მის ხელმძღვანელობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, კიდევ ერთხელ მინუსი იყო მათი ეგრეთ წოდებული პროგნოზი, დაკვეთა იყო, ჩვეულებრივი დავალება იყო და ჩვენ გვაქვს პირველი კვარტალის მონაცემები 9%-ზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე 3%-ის ფარგლებში გვაქვს ინფლაცია, რაც არის ოპტიმალური მაჩვენებელი და ეს შემდეგ, ხო? ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის თუ ეს აგენტურა რა განწყობის დათესვას ცდილობდა
და საით ცდილობდა ეკონომიკური ტენდენციების წაყვანას. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ხალხის ინტერესები, პირდაპირ ხალხზე აისახება. ეს ხო ის არ არის, რამაც შეიძლება დავუშვათ მარტო ხელისუფლებაში ვიღაც შეასუსტოს, ხო? როდესაც ნელდება ეკონომიკური ზრდა, ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობას. მართლა აგენტი უნდა იყო, რომ ასეთი რაღაც გააკეთო და ასეთი რაღაც სცადო. თუმცა, ეს არის აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ რომ ვთქვა და თუ ხარ აგენტი, ნებისმიერ დავალებაზე ხარ იძულებული, რომ ხელი მოაწერო და ეს ხდება ამ კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში. გაგრძელდება ზრუნვა ბუნებრივია ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ჯერ კიდევ $9,000 ცოტათი აღემატება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა, ჯერ კიდევ ჩამორჩებით საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებელს, რაც არის ევროპაში. თუმცა ის ტენდენციები, რაც გვაქვს, გვაძლევს ძალიან სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს და არის ასევე სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2029 წლის ჩათვლით ჩვენ ვიქნებით მეორე ადგილზე მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ანუ იმდენად კარგია ტენდენცია, რომ ამ ტენდენციიდან გამომდინარე და საერთო ეკონომიკური და ფისკალური მონაცემებიდან გამომდინარე, გვაქვს სავალუტო ფონდის მხრიდანაც ასეთი საინტერესო პროგნოზი და პლუს ჩვენ სავალუტო ფონდის პროგნოზებსაც ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და იმედი გვაქვს, რომ ვფიქრობთ, რომ დარწმუნებული ვართ, მე ვარ პირადად დარწმუნებული, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც სავალუტო ფონდის პროგნოზებს გადაჭარბებით შევასრულებთ. მადლობა ინტერვიუსთვის. პრემიერ-მინისტრი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ყობახიძე იყო ჩვენი